უსაფრთხო დისტანციაო უნდა იყოსო დაცულიო ჩვენ მან ჩამოვწერეთ 4 ბილეთი 860 2 წამი 861 3 წამი 862 6 წამი და 863 9 წამი ეს წამები რო კარგად გავიგოთ შემდგომში იმ თეორიის ბილეთების გამო საყვანად ჩვენ მოდი ესე ავხსნათ რა სიტყვის კანონი. კანონი ითხოვს საიდან მოდის ეს 2 წამი ამას ავხსნი ახლა. ბევრი ამას ვერ გებულობს, მაგრამ რა ჩვენი საქმეა, კაც კანონი ესე ითხოვს. თუ შენ ამ ლურჯ მანქანას უკნიდან მიყვები დასახლებულ პუნქტში კანონი გვეუბნება შენი მანძილიო უნდა იყოსო რამდენია დასახლებულშიო დავთქვით 60 დაადგენილი სიჩქარის ნახევარი სიდიდის ტოლიო ანუ 30 მეტრიო ეს სასაცილოდ არ ყოფნის ზოგიერთ უვიც და საერთოდ გაგებაში არ მყოფ მძღოლს იმიტომ რომ 30 მეტრი რო შენ ამ მანქანას დაშორდე აგერ ვიღაც ჩაგიხტება ანაკედან ვიღაც ჩაგიხტება გამორიცხულია რომ შენ ამ მონაკოზე ესეთი მითი იარო ამ დისტანციით ამიტომ 30 მეტრი არის საიდან რადგანაც კანონი ამბობს რომ 2 წამიო ხედავ 860 ბილეთში ახლა ნახოთ ეს 2 წამი საიდან მოდის მეცნიერები ამბობენ რომ 60 კილომეტრზე სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ერთ წამში გადისო 16 მეტრს ესე იგი შენ დასახლებულ პუნქტში თუ მოძრაობს 60 კილომეტრით გჭირდება 2 წამი აი 860 ბილეთში 2 წამი გაქვს ანუ 32 2 წამი ანუ 32 არ გვიწერენ და 30 არის სავარაუდოდ რომ შენ გინდა 2 წამი რომ ამ მანქანას დაეჯახო თუ 60-ით მოძრაობ ეხლა შენ გინდა ხეზე აფრინდი გინდა იქ არის გინდა დაიცავე გინდა ნუ დაიცავ ვინმე ხო არ გაძალებს კანონი არის ერთი ჩვენ დავდივართ სხვანაირად აი ეს 2 წამი გამომდინარეობს ამ ფორმულიდან ეს არის საუბარი აქ არის შრალ ამინდზე მერე არის სველი ამინდი მერე არის ტრასაზე შრალი ამინდი მერე არის ტრასაზე სველ ამინდში ეს 2 6 9 და 3 წამები გამოდის აი ამ ფორმულიდან და ამ კანონიდან რო კარგად გავიგოთ მერე თეორიაში ამ ბილეთების დატვირთვა და ჩვენერად გამოვიყვანოთ ისე რომ არ შეგვეშალოს გავიგეთ ხო? ძალიან კარგი